ავტოპილოტი აქვს. ჩემსაც. ეს ბოლომდე რომ იყვება ეგეთი ავტოპილოტია. ჩემსაც. ანუ აქ მოგიგე, ავტოპილოტში მოგიგე. ჯერჯერობით ხო? 360 აქვს. ამას არ აქვს, მაგრამ ზოგადად ამ მოდელებს აქვს. მაშინ ჩავთვალოთ რომ მაგასაც. ამაში AI-ია, რომელიც შენ ქცევას სწავლობს და მაგის მიხედვით მე მანქანას გარგებს. მეც და ესაც AI-სთან არ ვზმაგაცობ. ანუ წინ ვარ უფრო. ამას მოგიგე. ეს არის ელექტრომობილი, რაც ნიშნავს, რომ ამის ბატარეები მართავს საბურავს და ბატარეას უბრალოდ ტენის ძრავი. რაც ბევრად უფრო გამართლებული აჩქარებისთვისაც და ყველაფრისთვის უფრო ენერგოეფექტურია. იქ მოხროჭეთ მოიგე, უფრო ენერგოეფექტურია და ვოლტიდან გვახსოვს ყველას, რომ ძალიან კარგად მუშაობს ეგ ამბავი. ვოლტი დიდად კარგად არ მახსოვს მე, მაგრამ ამას ჰიბრიდი აქვს. დაადე ჰიბრიდი და დადის გიჟივით. მოგაში მოიგე როგორც ტექნოლოგია, მაგრამ ტექნიკურად არ გეთახმები. მოდი მაშინ ფრედ დავტოვოთ. ხმით მართვა აქვს. ეგ რა არის? რა როელაპარაკები რა გააკეთოს და რო გააკეთოს. ჩემთან წეს უნდა გქონდეს. არა, რასად ელაპარაკები? აგე რა ძმაო ხმით მართვა. Call Nika. Sorry, navigation is currently not available due to no internet connection. აი ინტერნეტის კონექშენს ხდოს. ხო, მაგრამ მე არ არის ახლა ისე დახვეწილი აქ როგორც მანდ იქნება რა, თორე ეგრე ჩემ იმასაც აქვს, ცემაკსაც აქვს ეგ. Call დედა და დაურეკავს ამერიკაში ვიღაცას. თავს უაჭრიათ. კაი, დატევადი ჰიბრიდია. არა, ეს არ არის, ეს კონკრეტული მოდელი არ არის. ამიტომ უφეთ ჩავთვალოთ. წააგებ, გიგებ. ის თუ უφეთ ჩავთვალოთ, ეს უφეთ ჩავთვალოთ. არაფერი, ორს აღარ ჩაგეთვლი ფრედ, იმიტომ რომ ის რომელიც დატევადი ჰიბრიდია, ღირს კიდე 10000-ით მეტი. აი ეს მოყვება ამ ფაში? კი. მაშინ ეგრე ეს ელექტროა და გადის 1000 კილომეტრს და მაშინ მაგას დაგითვლი ვაფშე. დიდი მონიტორი აქვს ამას. ამას საკმარისი.